ამანი თავდაპირველად 7 ბორცვზე აშენდა, მაგრამ წლების განმავლობაში გაფართოვდა და ახლა 19 ბორცვს იკავებს. ამ მიზეზით ქალაქში ფეხით გადაადგილება ძალიან რთულია. უფრო მეტიც, ძნელია ორიენტირება ქალაქის ცენტრში, რადგან ყველა ქუჩა ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ ზოგჯერ თქვენს წინაშე ბრწყინვალე პანორამა წარდგება და წინასწარ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორი თვალწარმტაცი ხედი გადაიშლება თქვენს წინ რომელიმე მოსახვევში. ქალაქში ავტობუსები მოძრაობენ, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ გაერკვნენ, თუ სად მიდიან ისინი. ბევრ ავტობუსზე ყველა წარწერა არაბულადაა, მარშრუტების ნომრების ჩათვლით. ადგილობრივებმა ვაჭრების გარდა კარგად არიციან ინგლისური და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგეხმარებიან. მაგრამ თითქმის ყველა ახალგაზრდა საუბრობს ინგლისურად. თუ ზუსტად აუხსნით სად გინდათ წასვლა, მაგალითად დაუნთაუნზე თუ ციტადელზე არ დაიკარგებით. თუმცა ტურისტებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ყვითელი ტაქსით მგზავრობაა. ქალაქის ფარგლებში მგზავრობა 2-დან 3 დინარამდე ღირს, ავტობუსით 9 დინარი. ასევე მოძრაობენ თეთრი ტაქსები, რომლებიც კონკრეტული მარშრუტით გადაადგილდებიან და მგზავრები გზად ახყავთ. აქ მგზავრობის ფასი უფრო დაბალია ვიდრე ყვითელ ტაქსებში. იორდანიაში ასევე მოქმედებს უბერი და მისი ადგილობრივი ანალოგი კარინი. აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, ქუჩაში ტაქსის გაჩერებისას არასოდეს დათანხმდეთ მძღოლის მიერ შეთავაზებულ თავდაპირველ ფასს. იორდანიელი ტაქსის მძღოლები ტურისტებს არ ეპყრობიან როგორც სტუმრებს, არამედ როგორც ფულის სტომრებს, რომლებიც უნდა დააცარიელონ. ერთადერთი, რაც არ მომეწონა ამ ქვეყანაში, ტაქსის მძღოლები იყვნენ, ადგილობრივებისგან სხვა თანხას ითხოვენ, შენგან კი იმავე მანძილზე 2-3 მეტს თხოვლობენ, ან სულაც სადმე ჩამოგსვამენ და გეტყვიან, რომ უკვე მივედით. თუმცა ადგილობრივები ტაქსის მძღოლების ქმედებებით არ უნდა შევაფასოთ. ქალაქის ცენტრში, ციტადელის ძირში, ქუჩაში მაღალი პალმებით გარშემორტყმული მდებარეობს ამანის ერთ-ერთი უძველესი შენობა უცნაური სახელით ჰერცოგის დივანი. აშენებული 20-იან წლებში ეს ისტორიული შენობა ოდესღაც ამანის პირველი ფოსტის განყოფილება იყო და მოგვიანებით გახდა მხატვრების, მწერლებისა და ინტელექტუალების შეხვედრის ადგილი. სახლი საგულდაგულოდაა შემონახული თავისი ორიგინალური არქიტექტურით, ანტიკვარული ავეჯითა და დეკორით, რაც მნახველებს აძლევს საშუალებას გაიაზროს ამანის წარსული. პატარა აივნიდან იშლება განსაცვიფრებელი ხედი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. შესვლა უფასოა და ის ღიაა ყოველდღე, პარასკევის გარდა. ვინტაჟური მანქანების მოყვარულები უნდა ესტუმრონ სამეფო საავტომობილო მუზეუმს, რომელიც მდებარეობს ამანის დასავლეთ ნაწილში. იგი შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, 1998 წელს მეფე ჰუსეინის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვლილი მონარქი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილების კოლექციონერი და მისი კოლექცია მოიცავს 70-ზე მეტ მანქანას და მოტოციკლს, რომელთაგან ზოგიერთი 1909 წლით თარიღდება. მათ შორისაა ლინკოლნი, ფერარი, პაკარდი, როლს-როისი, მერსედეს-ბენცი, პორშე და კადილაკი. მამის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟმა, იორდანიის ამჟამინდელმა მეფე აბდალა მეორემ, მამის მთელი კოლექცია გამოფინა ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურდა. არაბულ ქვეყნებში ხალხის გულისა და სულის სრულად შესაგრძნობად კი აუცილებლად უნდა მოინახულოთ მეჩეთი. ზოგიერთ მათგანში არამუსლიმებსაც უშვებენ. ამანში ასეთია გრანდიოზული მეფე აბდალა პირველის მეჩეთი, რომელიც მთელ მსოფლიოს იორდანიის სიდიადეს აჩვენებს. ლურჯგუმბათიანი მეჩეთი 1999 წელს აშენდა და 10,000 ადამიანს იტევს. მეჩეთის მოპირდაპირედ კი კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიებია. პარასკევს მუსლიმი მორწმუნეები იკრიბებიან კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ლოცვაზე, ჯუმა ნამაზზე პარასკევის ლოცვაზე. ამ დროს 1924 წელს აშენებულ მეფე ჰუსეინის მეჩეთის მიმდებარე ქუჩებში მოძრაობა ჩერდება, ტროტუარები მლოცველებით ივსება და ყოველი კუთხე კეთილმოყვარეობით სუნთქავს. ეს სანახაობა ერთდროულად თან მოწიწებით განგაცხობს და თანაც აღგაფრთოვანებს. ასე რომ თუ გსურთ ნამდვილად იგრძნოთ არაბული კულტურის პულსი, ამანის მეჩეთები აუცილებლად უნდა ნახოთ. მეფე აბდალა პირველის მეჩეთის სიდიადედან დაწყებული ალ-ჰუსეინის მეჩეთის ისტორიულ მომხიბვლელობამდე, ყოველი ვიზიტი იორდანიის სულთან ღრმა კავშირს გვპირდება. ამანის სულის გასაგებად გირჩევდით ქალაქში ფეხით ხეტიალს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ, კონსერვატიულ, მუსულმანურ ნაწილში. აქ ბევრი ხალხია, აურზაური და ხმაურია. ქუჩები სავსეა მაღაზიებით, სასადილოებით, თონებითა და ქუჩის საკვებით. ღარიბი მოსახლეობა ვიწრო ქუჩებში დახეტიალობს.
ამანის დასავლეთი ნაწილი სრულიად განსხვავებული ქალაქია ფართო ქუჩებით, ბასლაინებით, თანამედროვე უბნებით, მაღალი ღობეების მიღმა ულამაზესი მდიდრული სახლებით, მოდური კაფეებითა და ბარებით. ასეთივეა აბდალის ბულვარი დღისით. ქალაქის ამ ნაწილში ბევრ ადგილას ფეხით მოსიარულეებს ქუჩებში ვერ ნახავთ. და არც ქალაქის ავტობუსებს ნახავთ აქ ძალიან ხშირად. როგორც ჩანს, ამ უბნის მცხოვრებლები საკუთარი მანქანებით გადაადგილებას ამჯობინებენ. მაგრამ რაც უფრო ახლოს ხართ ცენტრთან, მით უფრო მეტი ხალხია ქუჩებში. ქალაქის ორივე ნაწილის მონახულებისას თქვენ ამანში კონტრასტების მოწმენი გახდებით. მაგრამ ის, რაც ამ ქალაქს აერთიანებს, არის მისი კეთილგანწყობილი და მომღიმარი მცხოვრებლები. ახალ მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოები, იქნება ეს ქორწილში მონაწილეობა, ეროვნული კერძების ერთად მომზადება, კაფეში იქაური კერძების დაგემოვნება, თუ უბრალოდ ფინჯანი პიტნის ჩაის დალევა, იორდანიის სტუმართმოყვარეობის სიღრმეს წარმოაჩენს. ამანის გული მისი ხალხი და მათი ისტორიებია. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფნისას, გაისეირნეთ მუდამ ხმაურიან და ხალხმრავალ ქუჩებზე ეგრეთ წოდებულ დაუნტაუნში. აქ ბევრი მაღაზიაა, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ ის, რაც თქვენ სულ სურს, ტკბილეული, პარფიუმერია, სუვენირები, ოქროს ნივთები. სხვათა შორის მუსლიმური წესჩვეულებების მიხედვით, მამაკაცებს ოქროს სამკაულის ტარების უფლება არ აქვთ, მხოლოდ ვერცხლის. აქ იყიდება ყველანაირი ძველი ნივთები. თუ თქვენ ამ სფეროს მცოდნე ხართ და აქ მთელ დღეს გაატარებთ, ალბათ შეძლებთ რომ იპოვოთ რაიმე ძალიან ღირებული, შესაძლოა თვით ალადინის ნათურაც კი. მოვაჭრეები ქუჩებში თავიანთ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. აქვე კეთდება ქვიშის ნახატები ბოთლებში. აქვეა მრავალი დაწესებულება, სადაც შეგიძლიათ დალიოთ შაქრის ლერწმის წვენი და მიირთვათ როგორც ჩვეულებრივი შაურმა, ასევე ტიპიური არაბული საკვები. შეიძლება საკვებში ფულიც კი არ გამოგართვან. ყველაზე გავრცელებული ადგილობრივი კერძი, მანსაფია. იოგურტში მოხარშულ ცხვრის ხორცს თანაბარ ფენად გაწყობილ ბრინჯს ზემოდან ადებენ და მას მოხალულ ნუშს და ფიჩვის თხილს აყრიან. გირჩევთ ეს კერძი გასინჯოთ ქალაქის ყველაზე ცნობილ რესტორანში, ჰაშემში. ეს უფრო სასადილოს წააგავს ხმაურიან, ტრადიციულ გარემოში, რომელიც ცნობილია თავისი მარტივი, ნოყიერი, იაფი, მაგრამ გემრიელი კერძებითა და ახალი გამომცხვარი პურით. ეს არის ისტორიული დაწესებულება, რომელიც ემსახურება მომხმარებლებს 1952 წლიდან. და აქ არ არის კარები. ის უბრალოდ არ არის საჭირო, რადგან რესტორანი სულ ღიაა მთელი წლის განმავლობაში. ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულონ მათ, ვინც ეძებს ამანის ქუჩის საკვების ნამდვილ გემოს. ამბობენ, რომ თვით მეფეც კი აქ სადილობდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად. კედლები დაფარულია ცნობილი ადამიანების ფოტოებით, რომლებიც აქ ოდესღაც სადილობდნენ. იორდანიაში კიდევ ერთი პოპულარული კერძია კნაფე. ამანის ქუჩები სავსეა დაწესებულებებით, სადაც სპეციალური ვერმიშელი იწვება ტაფაზე, ზემოდან კი ოჯახური თხის ყველის ფენას აფენენ. შემდეგ ამ ყველაფერს გადააბრუნებენ თეთრზე ყველით ქვემოთ და ზემოდან ასხამენ შაქრის სიროფს. ძალიან გემრიელია. უგემრიელეს კნაფეს ამზადებენ მაღალი პალმებიანი ქუჩის ერთ-ერთ ჩიხში, ჰერცოგის დივანის გვერდით. მას გვერდს ვერ აულით, იქ თითქმის ყოველთვის დიდი რიგია. და დაიმახსოვრეთ, უმჯობესია მიირთვათ კერძები იქ, სადაც ინგლისურ ენაზე არაფერი არ წერია. ასეთ დაწესებულებებში, როგორც წესი, საკვები უფრო გემრიელი და იაფია. აუცილებლად ესტუმრეთ რომელიმე სანელებლების მაღაზიას, მაშინაც კი, თუ არაფრის ყიდვას არ აპირებთ. იქ სურნელებისა და ფერების მრავალფეროვნებისგან უბრალოდ თავბრუ დაგეხვევათ. და როგორ შეიძლება რომ არ უნდა მოვინახულოთ აღმოსავლური ბაზარი, სოუკი?
ამანის სოუკი ქუჩებივით ქაოტური, ხმაურიანი და ფერადია. ტიპიური აღმოსავლური ბაზარია, მაგრამ მომაბეზრებელი მოვაჭრეების გარეშე, ცოცხალი, ფერადი, ყავის და სანელებლების სურნელით. გაისეირნეთ ასევე რეინბოუს ქუჩაზე. ეს ტურისტული ქუჩა, მაგრამ არის ადგილებიც, სადაც შეძლებთ ბევრი ფულის დახარჯვის გარეშეც გემრიელად მიერთვათ. განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა საღამოს, როცა ქუჩის თავზე ფერადი ფარნები ანათებენ. ზოგადად გირჩევთ საღამოს ლოცვის შემდეგ, როცა ყველაფერი ცოცხლდება, ძველ ქალაქში გასეირნებას. ამანის ქუჩებში ნუ შეგეშინდებათ გასამხედროებული პოლიციის ან სამხედრო თვითმფრინავების, რომლებიც დაფრინავენ ქალაქის თავზე. ქვეყანა საკმაოდ მშვიდია, მაგრამ გარშემორტყმულია მოუსვენარი მეზობლებით. გაძლიერებული პატრულირება სიფრთხილის გამო ხდება. ამანში ვერ იხილავთ შუა საუკუნეების ბაზრებს ან დიდი ისლამურ მემკვიდრეობას. მაგრამ თქვენ მთლიანად ჩაიძირებით კონტრასტებით სავსე ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სადაც უძველესი ისტორია ერწყმის თანამედროვე ცხოვრებას. ამანი თავის სტუმრებს ადგილობრივი მაცხოვრებლების ღიმილით, სიტყვოთი და აღმოსავლური სტუმართმოყვარეობით ეგებება. ამანი თავიდან შესაძლოა კარგად ვერ აღიქვათ, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ის აუცილებლად შეგიყვარდებათ, ადგილობრივების ღიმილის გამო, რომლებიც სიამოვნებით პოზირებენ კამერის წინ, იღიმიან და ხუმრობენ ტურისტებთან. სტუმართმოყვარეობისთვის, გულისხმიერი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. გემრიელი კერძებისთვის, აურზაურისთვის, ხმაურისთვის, ფერადი ქუჩებისთვის, მეჩეთების მინარეთებისთვის, მუეძინის ლოცვის მოწოდებისთვის, რომელიც ისმის ქალაქის ყველა კუთხეში.